TV-ს ერთგულო მაყურებლებო, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ წარდეთ თქვენ წინაშე საქართველოს გუშინ დღეს ხვალ. ჩვენთან სტუმრად არის დევნილი ძალიან კარგი პიროვნება, სახელმწიფოურად მოაზროვნე ადამიანი, ბატონი ირაკლი ტოლუა, ბატონო ირაკლი მოგესალმებით, რომელიც ამავდროულად არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია დევნილები დევნილებისათვის თავმჯდომარე და რომელიც ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ღირსეული დაბრუნება, ასე ვთქვათ, მოხდეს. თუმცა ბევრი კითხვის ნიშნები ამ იდეის გარშემო მოგახსენება და ამ თემებსაც აუცილებლად შევეხებით. უპირველესად მინდა თქვენ მოგილოცოთ, ბატონო ირაკლი, ნათლისღების დღესასწაული, მე ჩემმა ნათლურმა მომილოცა უკვე. მე ყველას ულოცავ თელ საქართველოს, განსაკუთრებით დევნილებს მინდა მიულოცო, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ყველას, იმიტომ რომ ყველაზე ღირსება აყრელი შეიძლება ითქვას ისინი არიან, როგორც გამოძიებული, წართმეული რაც, ყველანაირი უფლება რო შელახურია, ხო? აქ კიდევ უპერსპექტივობის შეგრძნება საუბედუროდ და ყველაზე დიდი ნუგეში და მოფერება და სიყვარული მათ ჭირდება. და გარდა ამისა ასევე არაფრით არ შეიძლება რომ გამოგრჩეს სინდესის და პოლიტიკური პარტნიორები, ვიცი შეწყალების თემები თითქოს და განხილება და საშველი არ დაადგაზა. ლუკაშენკოს გზას თითქოს და მიმართავენ, მაგრამ იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ ლუკაშენკოს მოდელი აქ ვერ იმუშავებს, არანაირად, სულ სხვა რეალობაა. ამიტომ მათ მადლობა ჯერ იმისთვის, რომ თავი გაწერეს, როგორც ასეთი, ბევრს ღირსება დაუბრუნეს. რა ვიცი, რაღაც სამოქმედო სივრცე გამოიკვეთა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ღირსება დავიბრუნოთ, სამართლიანობა აღვადგინოთ და გავუყოთ გზას. ახლა გთხოვთ ბატონო ირაკლი, მინდა რომ აფხაზეთის თემა აი ამ პროექტისთვის არის ქვაკუთხედი, შეიძლება ითქვას ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივატორი იყო, რომ ეს პროექტი 2 წელიწადია უკვე მიმყავს, არქივები სავსეა ამ თემებით. შეიძლება ითქვას მინიმუმ ეს მაინც გავაკეთეთ. მარტო წარსულით ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ, იმიტომ რომ დღევანდელობა და ხვალინდელი დღე და გუშინდელი შეკრული უნდა იყოს. ეს ადამიანებისთვის არის დანაწევრებული თორე ღმერთის და იმის მიღმა ხო საერთოდ. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს გავაერთიანოთ იმ შემთხვევაში, თუ გუშინ დღეს ხვალ მართლა სამართლიანად დარღვეულ დროთა კავშირი აღდგება. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება. ვინც არ უნდა მოვიდეს, რაც არ უნდა გააკეთოს, თუ ამ პრობლემას არ შეხედა, ცხადად და ვერ უზრუნველყო ეს ელემენტარული ფაქტორები და ეს სტანდარტები, რომელიც ჩადებული ამ იდეაში, არაფერი არ გამოვა. ყველას მინდა წარმატება უსურვო, თუმცა ყველას ეს არ შეუძლია, კარგად ვიცი. თქვენ ეს ადამიანი ხართ, რომელიც ეს სწორედ ესმის ეს იდეა და შეუდგეთ ახლა რა. ნება წარსულიდან დაიწყეთ და დღევანდელობიდან მე შეიძლება იზავ მომავალშიც აუცილებლად უნდა გადავიდეთ, როგორც კრიზისიდან გამოსულს რაღაც ჩვენებური მოდელი რო დავდეთ. მადლობთ რომ მოვიდეთ. უღრმესი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, ძალიან საინტერესო პროექტია. მინდა შევერთე თქვენს მოლოცვებს. დღევანდელი დღე მიულოცო ყველა თქვენს მაყურებელს, დევნილებს, არადევნილებს. რაც შეეხება აფხაზეთის თემატიკას, თავისთავად წარსულის გადააზრების გარეშე რთულია მომავალისკენ სიარული, მით უმეტეს რომ დღესდღეობით ჩვენ ისეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, როდესაც ძალიან ბუნდოვანია მომავალი. ძალიან დევნილისთვისაც და არადევნილისთვისაც. შესაბამისად, აფხაზეთის თემატიკაზე საუბრისას მე ვიტყოდი, რომ ჯერ უნდა დავიწყოთ ხალხით და ადამიანებით, ვისაც დღეს დევნილი ეწოდება. და ამ დევნილის რაკურსში თავისთავად არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებ სამაჩაბლოდან დევნილებს, ვინაიდან ერთ ბეწ ქვეშა ვართ. სამწუხაროდ დევნილი დღეს გულისხმობს ყველა იმ მოწყვლად კატეგორიას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ სოციალურ ფენებში. ანუ
შეიძლება იყოს დევნილი, ამავდროულად დროს იყოს სოციალურად დაუცველიც, იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონეც, იყოს ვეტერანიც, ანუ ყველა ფენაში ყავს ამ ასე ვთქვათ სტატუსის მქონე ადამიანი, დევნილის სტატუსის მქონე ადამიანი. სამწუხაროდ თვითონ დევნილის სტატუსის დიფერენციაცია, ანუ რა სტატუსია ეს, დღესდღეობით სახელმწიფოს კონკრეტულად არ გააჩნია. არსებობს დევნილი, არსებობს სტატუსი, დანიშნული აქვს რაღაც შემწეობა და ეს არის, ასე ვთქვათ, მიშვებული თვითდინებაზე. სახელმწიფო ხელები დაიბანა. არა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები, რა თქმა უნდა. მხოლოდ ეს რომ კარგად გავიგოთ, უნდა ჩავყვეთ დეტალებს და ასე ვთქვათ, მივყვეთ ბოლომდე ყველა იმ ასპექტს, რომელიც აქ არსებობს. არსებობს ორი, ასე ვთქვათ, ძირითადი მიმართულება აქ. ეს არის დევნილის სოციალური უფლებები და დევნილის პოლიტიკური უფლებები. მოდით დავიწყოთ ჯერ დევნილის სოციალური უფლებებით, ანუ რა ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს დევნილის მიმართ კანონის დონეზე და შემდეგ უკვე მივყვეთ დევნილის პოლიტიკურ უფლებებს და იქ უფრო საინტერესოდ იქნება საქმე პირობას გაცილებით. დიახ. პირველი დევნილთა სოციალურ უფლებებს რაც შეეხება. დევნილთა სოციალურ უფლებაში არის ორი ძირითადი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ორი ძირითადი ვალდებულება. ეს არის ის, რომ დევნილს უხდის თვეში 45 ლარს, როგორც შემწეობას და მეორე ის, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დევნილი ღირსეული საცხოვრებელი ფართით. ორივე ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა და ცუდი მდგომარეობა რაში იგულისხმება? პირველი ის, რომ რბილად რო თქვა. რბილად რო თქვა, ხო. პირველი ამ შემთხვევაში დავიწყებდი ბინით უზრუნველყოფის საკითხს. ეს პროცესი საყოფაცხოვრებო ეს პროცესი იმდენად მდორედ და იმდენად ნელა მიმდინარეობს ზანდად რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედავად პომპეზური, ასე ვთქვათ, ანონსებისა, რომ წელს ამდენი 1000 დევნილი მიიღებს ბინას და ამდენი მშენებლობა მიდის და რომ ამ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტოდ ბევრი დევნილი მიიღებს ბინას, რეალურად ჩვენ ვუყურებთ, რომ სტატისტიკურად იმ ტემპებით, რა ტემპებითაც ეს ყველაფერი მიდის, უახლოეს 20 წელიწადში ეს პროცესი არ დასრულდება. ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური გარემოებები და მიზეზები. ამასაც გავშლი. და მეორე მხარე ის, რომ დევნილი ღებულობს 45 ლარიან დახმარებას და კაცმა არ იცის რისთვის ღებულობს ამ დახმარებას. იმიტომ რომ არსებობს სოციალური დახმარება, სოციალურად დაუცველის დახმარება, რომელსაც ნახეთ როგორ რაღაცა არის, თუ მე სოციალურად დაუცველი დევნილი ვარ, მე ვიღებ სოციალურად დაუცველის დახმარებას, მაგრამ 45 ლარიან დახმარება ამ დროს მეჭრება. და ლოგიკა სად არის? თუ მე სოციალურად დაუცველი ვარ, უკონელი ვარ, უპოვარი ვარ და სახელმწიფო მაძლევს სიტყვაზე რაღაც სოციალურად დაუცველის დახმარებას. ის დევნილის დახმარება მომეჭარბება, ბევრი იქნება, ჩემთვის ის 45 ლარი, ანუ სადაც რესტორანში დავხარჯავ და კაზინოში გავიქცევი, მაგ 45 ლარით. პრობლემა იმაში მდგომარეობს 45 ლართან, რომ არ არის დეფინიცირებული ეს 45 ლარი სოციალური დახმარება თუ პოლიტიკური საზღაურია იმისა, რომ მე დევნილი ვარ. მაშინ გავყვეთ ამ ლოგიკას და მე ამ ლოგიკის მომხრე ვარ, რომ პირველ რიგში დევნილი ეს არ არის სოციალური სტატუსი. და ამასაც მარტივად ვიტყვი, რატომ არ არის დევნილი სოციალური სტატუსი. მე რომ დევნილი გავხდი, ეს არ იყო ჩემი არჩევანი. მე თბილისში არ ჩამოვსულ ვარ უკეთესი ცხოვრების საძიებლად. უმუშევრობის გამო არ ჩამოსულა აქ ჩემი ოჯახი და რაღაც უპერსპექტივობის გამო და სოხუმში რომ ცუდად ვცხოვრობდით, იმიტომ არ ჩამოვსულვართ. აქ მოხვდით იძულებით, იმიტომ რომ ქართველები ვიყავით და ქართველების გენოციდი მოხდა და იქ რომ დარჩენილიყავით ეროვნული ნიშნით გამოგვაძევეს. ხო ასეა. ну არ ჩავყვები იმას რომ ეხა ეს რუსეთ-საქართველოს ომი იყო და არა ეთნიკური კონფლიქტი, მაგრამ ქართველების გენოციდი რომ მოხდა ეს ფაქტია და ქართველობა რომ
ეთნიკური ნიშნით მოხდა. არა, ქართველობა რომ მას უტოლდებოდა ეს კი ის იყო, რა ქვია, დანაშაული იყო პრაქტიკულად, გამოტანილი იყო განაჩენი იყო რა. ვერდიქტი. ქართველობა იყო განაჩენი რა, რეალურად და ვერდიქტის აღსასრულებლად. ამიტომ მოხდით ჩვენ აქ, ხო? ანუ უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩვენ აქ აღმოსულვართ. ცეცხლით, מחვილით, 1000 უბედურებით, სვანეთის გზით, ზოგი თვითფრინავით, ჩამოყრით, ზღვაში ჩახჭობით და 1000 შემდგომ უკვე უფრო მეტი ირაკლი დაიღუპა გალის რაიონში ვიდრე ომის დროს. ეს კი ბატონო. ანუ 1000ობით მსხვერპლის შემდეგ, ხო? ოდიში რა, ერთს ვიტყვი რა უკაცრავად. აი ჩემზე ახლა მთელი უბედურება მინახავს მე და რაღაც იქიდან ადრეული ემიდან. ყველაზე უფრო იცით აი ომის წინა იმაშიც იარაღი ამჭერე ხეში, მაგრამ სულ წინა ხაზზე ვიყავი და გამოყვანა ტოლვი, გაცვლა, გამოცვლა და ასე შემდეგ ყველას. ყველაზე უფრო იცი მაინც აი დო კადრები რო არის რა მოქმედა, სახა ჟიულისთანაც ახლოს ვიყავით, ერთად გადმოვფრინდით მე ჟიული და ჩემი და ბოლო ეს რო იყო პირიმერი დაზავება თბილისში ერთ თვით ფრინავით ღამეს 3 საათზე, იმის შემდეგ ჟიული წავიდა ჩარჩა მე ერთხელ ჩავედი გამო. ეს კი მინახავს ეს უკაბისკერიაც ახლობელი ადამიანი სოხუმის მაგრამ იცი რა იმოქმედა ყველაზე უფრო ეჭდა აი გემი რო გამორბის ჩვენი და აი ძაღლი რო შევარდება ის რომ მიხვდება იმას რომ ეს ხარე დიდი ხნით არის დაკარგული და უკარო მოცურავს ესე რა აი ეს ტრაგიზმი თუ ვისაც ეს არა აქვს ამ ტრაგიზმის განსაზღვრა ხო ძაღლი მიხვდა რაღაცას და აქ ადამიანები და ხელისუფლება თუ ოპოზიცია თუ საზოგადოება ჯერ ვერ მომწევდა იმისთვის რომ ღირსეული მტკიცე და ადეკვატური ნაბიჯები გადადგას განაგზნათ კი ბატონო ამასაც ამას მე მადლიერი ვარ და მესმის თქვენი ემოციის და ამასაც აუცილებლად მივყვებით ამ თემატიკას, იმიტომ რომ ამის გააზრების გარეშე შეუძლებელია იმ პრობლემების მოგვარება, რაც ჩვენ წინაშე დღეს დგას გლობალურ პრობლემებს გულისხმობ. მაგრამ დაუბრუნდეთ ასე ვთქვათ რეალობას ახლა, რაც არის დევნილის პრობლემა და რაც შეეხება 45 ლარს. თუ ეს არის პოლიტიკური სტატუსი, რასაც გავჩერდით ჩვენ მაშინ საზღაურიც უნდა იყოს პოლიტიკური და ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს არა 45 ლარი, არამედ როგორც მინიმუმ საარსებო მინიმუმის ტოლა თუ რეალისტური მიდგომით იქნება, ხოლო თუ ღირსეულით იქნება, უნდა იყოს 4500 ლარი. თუ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სახელმწიფოში და არა სადღაც ტერიტორიაზე. იქ სადაც პარლამენტას 15000 ლარი. რა თქმა უნდა და სადაც სახელმწიფო ვალდებულებას გრძნობს რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და მანამ სამ არ მოგვარდება მე ასე ვაფასებ ამ ადამიანებს ეს ამ ხალხმა გაიღეს უდიდესი მსხვერპლი ძალიან დიდი ახლა მეორე საკითხი არის აქ როდემდე უნდა იყო მსხვერპლის როლში აქ მე მსხვერპლის პოზიცია არ მალაპარაკებს მე ღირსების პოზიცია მალაპარაკებს და ეს თემა აქ დაიხუროს უნდა ეს არ არის რაღაც ვაჭრობის საგანი არანაირად ხო შემდეგ ბინათ უზრუნველყოფის საკითხი. იმისათვის რომ ეს პროცესი დროულად დასრულდეს, აუცილებელია რომ სახელმწიფოს კონდეს აღებული არა მხოლოდ ვალდებულება რომ ეს უნდა გააკეთოს. არამედ ვალდებულებაში უნდა იყოს ჩაწერილი თუ რამდენ ხანში უნდა დაასრულოს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მე თუ არ მიწერია რამდენ ხანში უნდა დავასრულო, მე ამას არ დავასრულებ 100 წელი. გავწერლავ რა. რატომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ყველაფერი რაც უკავშირდება დევნილს არის ყოველთვის ყველაზე ბოლო იმაში, რიგში. რიგში არის ყოველთვის დააკვირდით საინფორმაციო გადაცემებს. თუ დევნილმა თავი არ მოიკლა, ის ვერ მოხდება გადაცემის პირველ ნაწილში, საინფორმაციოს გულისხმობ. თუ რამე ხდება დევნილების მიმართებაში ყოველთვის არა აღნიშნულობა თან ეს ოპოზიციური არხია თუ სამთავრობო არხია 45 წუთის იქეთ უფრო ადრე შანსი არ არის რომ დევნილების პრობლემა გაჟღერდეს ყველას ბრო სპორტის ამინდის ვიღაცის მოდებია ხო ვიღაცის რაღაც ჭორების მერე გაჟღერდება დევნილის საკითხი თუ არის რაღაცა მსგავსი და
და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა სახელმწიფოშიც და ყველგან, საზოგადოებაშიც. დევნილის ინტერესები არ ყოველთვის ბოლოს. შესაბამისად, თუ კანონით არ იქნება გათვალისწინებული და განსაზღვრული, რომ ეს პროცესი რომ დაიწყო ოდესღაც უნდა დასრულდეს აქ, ის არასდროს არ დასრულდება. იმიტომ რომ სახელმწიფოს მესვეურებისთვის არსებობს სხვა უფრო დიდი პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები ყოველთვის დგას წინ, ვიდრე დევნილის ყოფა-ცხოვრება და არსებობა. სხვათა შორის აქ მინდა შევეხო ძალიან მტკივნეულ საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთს ყავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მთავრობა. ეს ორი ხელისუფლების ეს ორი შტო კაციშვილს არ გაახსენდებოდა, რომ არ აღმოგვეჩინა ერთი საინტერესო ფაქტი. ამ პოლიტიკურად და ზოგადად თვისობრივად იმპოტენტ ასე ვთქვათ შტოს ხელისუფლების აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც არ იყენებს. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივის ფუნქცია. რა კავშირშია ახლა საკანონმდებლო ინიციატივა და დევნილის ბინით დაკმაყოფილება? პირდაპირ კავშირშია. წეგან მოგახსენეთ, რომ აი არსებობს ესეთი საკანონმდებლო რა დავარქვათ, პრობელი, ანუ პატარა ნიშა, რომელიც შევსებული არ არის. და აქ აფხაზეთის ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ ეს პროცესი ჩაგვისვით ვადაში. ამ დროს უკვე სახელმწიფო როდესაც ადგენს ბიუჯეტს, ზოგადად ქვეყნის ბიუჯეტს, ხო? ვალდებულია ეს კონკრეტული გაითვალისწინოს. ეკუთვნის რომ მისცეს, მაგრამ არ ეკუთვნის როდის. ამ შემთხვევაში ეკუთვნის რომ მისცეს და იცის რომ ვადა აქვს აქამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვეულია ვადა და აქ უკვე უამრავი სამართლებრივი საკითხი ჩდება. მაგრამ ამას არ აკეთებს. ესე იგი 2018 წელს ჩვენ დავიწყეთ მოძიება საერთოდ რა ფუნქცია გააჩნდა აფხაზეთის მთავრობას. რა ევალებოდა და რა არ ევალებოდა. თავარი ხომ არის მის ასე ვთქვათ აფხაზეთის ხალხს ზრუნვა, მოდით ასე ვთქვათ, ხო? აფხაზეთის მოქალაქე როგორცაც და არ არსებობს, მაგრამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები ხო არ ჩვენ როგორც იქიდან დევნილები და ხო წარმოადგენთ ამ ავტონომიურ რესპუბლიკას, ხო? მოქალაქეობრივ დონეზე არა? თუ მოქალაქე ესე ღიად არ შეიძლება მეთქვას, არა, მაგრამ ესეა და ხო და ვინ არიან ეს ხალხი, რას წარმოადგენენ, რა რისთვის იბრძვიან, რა უნდათ, ან ჩვენ რა მოთხოვნები უნდა გქონდეს ამ ხალხის მიმართ და ნუ ჯერ ხომ უარყოფდნენ, რომ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვსო და ყველა საინტერესოს რამ რა საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა აფხაზეთის მთავრობამ და როგორც ინიციატორმა და აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ როგორც კანონპროექტის წარმომადგენლმა საქართველოს მთავრობას ერთადერთი ისტორიაში მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ ერთადერთი რა გააკეთეს იფიქრეს და მივიდნენ იმ აზრამდე რომ დევნილები თურმე ძალიან მრავლდებით დემოგრაფიული ბუმია სახელმწიფო ვერ უძლებს დევნილების ასეთ გამრავლებას და აუცილებელია ჩამკეტი მექანიზმი. რისი ჩამკეტი მექანიზმი? ბინების დარიგების ჩამკეტი მექანიზმი. და 23 წლის 1 იანვრიდან თუ დევნილი დაიბადება, ის ავტომატურად მისგან ხელისუფლება და ქვეყანა ხელფეხს იბანს, ემიჯნება. ხო, ვალდებულებას იხსნის მას გადასცეს საცხოვრებელი ფართი. ახლა რა ფსიქოლოგიური მომენტია ამაში ჩადებული? გარეშე მაყურებლისთვის ეს როგორი რაღაცაა, იცი? კაცო, დევნილები იღებენ და ეხლა ყოველი დევნილი ვის დაიბადება, იმის წინაშე რატომ უნდა იყოს ვალდებული სახელმწიფო? ეს არის ჩადებული ამათი ლოგიკით. სინამდვილეში გაცილებით საკურული. სუდი საკურარი გეგმადებს ამაში და რა ხდება ეხლა აქ? თუ თქვენ მიიღეთ ბინა დევნილმა, თქვენს მომავალ თაობაზე უკვე ეს პროცესი იკეტება. და ნორმალურიც არის ეს, მე თუ ბინა მივიღე, ეხლა ჩემი შვილის წინაშე რატომ უნდა იყოს ვალდებული შემდეგ სახელმწიფო? მე ხომ დამაკმაყოფილა, ჩემი არასრულწლოვანი შვილები ხომ დააკმაყოფილა, რომ ჭერი ხომ მოგცა. ეხლა იმის იქეთ ვის დაიბადება იმასთან ეს კანონითაც ესეა.
მაგრამ აქ სხვა რაღაცა არის. მე თუ ბინა არ მიმიღია საერთოდ. პირველი ტალღის დევნილი ვარ 92 წელს 13 წელს გადმოვედით აფხაზეთიდან. არ მიმიღია, აქამდე არ მიმიღია. და თუ მე შემეძინა ამასობაში კიდევ ოჯახის წევრი, ზოგს აწუყე შვილი, შეიძლება მე შვილი კიდევ, ხო? მისი უფლება იმ რაღაც კვადრატებზე არის შეზღუდული. ანუ სახელმწიფო მეუბნება რომ შენ იმ 4 სულზე თუ 3 სულზე, გინდათ 5-ზე გაძლევ რაღაცა ფართს, მაგრამ ის 1 ან 2 სული რომელიც ეხა შემოგემატა, ის მე არაფრად არ მიმაჩნია. გამიგეთ რა ხდება? აი ეს დაბიური და ბინძური რაღაცა იკადრა აფხაზეთის ხელისუფლებამ მისმა ორივე შტომ. და ყველაზე საინტერესო. რა თქმა უნდა ხელისუფლების დაკვეთით, თავისთავად როგორ გამოუვიდოდა ეგ როგორ ანუ მათი შენარჩუნების ამ პოსტის სტატუსი და სამწუხაროდ ყველა ხელისუფლების დროს ეს ფუნქცია ერთადერთი რაც სამწუხაროდ ლაპარაკობ მე მიჭირს ამის თქმა, მაგრამ თული კონსტატაცია ფაქტის. ხო, რომ ის გადაიქცა ყველა მთავრობაში არჩევნების ყულაბის შემავსებელ ორგანოდ და არა იმ უფლებების დამცველად, როგორც ასეთი, რომელზეც თქვენ ბრძანეთ და არც ერთი უფლება არასდროს აფხაზეთის ხელისუფლებას არ დაუწავს დევნილების, არა. პირიქით იქ რომ მიდიხარ გეუბნებიან რომ ჩვენო აგვირჩიესო, მარტო ქართულებმა კი არ აგვირჩიესო, აფხაზებმაც აგვირჩიესო, რაც სრული ტკნარი სიცრუეა. ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა ბოლოს აფხაზეთში, წმინდა ეთნიკური ნიშნით ჩატარებული არჩევნები იყო. იქ აფხაზ ქართველისთვის ხმა არ მიუწია, რატომ ისცემდა თავისი ყავდა ასარჩევი და შენ რატომ მოგცემდა ხმას? ქართველს. ეს ხო გამორიცხულია. აფხაზეთის უზენაეს საბჭოზეა საუბარი. აწუყე უმაღლეს საბჭოზე როგორც გარდაიქმნეს და რომ მოვითხოვეთ არჩევნების ჩატარება, პირველი ეს თქვესო, არაო, ჩვენო სანამ არ მოუკვდებითო, არანაირ და ჩვენთან არგუმენტი კიდე სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება და თელ ტერიტორიაზე არ იქნება სამართლებრივი არჩევნები, მანამდე სტატუს კო შენარჩუნებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაარღვევს, ასე ვთქვათ, რაღაც და ეს ამითი ატყუებდნენ საზოგადოებას ძალიან დიდი ხანი, უბრალოდ ჩვენ გამოვიტანეთ სააშკარაოზე ეს ყველაფერი, ამასაც შევეხები. მაგ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველოს ყველა არჩევნები, საქართველოში რაც ჩატარდა არჩევნები, კანონდარღვევით და ყველა არის უსამართლო ჩატარებული და ანულირებას ექვემდებარა. ყველა აბსოლუტურად არის მაგ ლოგიკით ყველა არის ანულირებული. და მე თახ მაშინ უნდა იყოს ანულირებული. შენ დიდ არჩევნების როგორ ეხლა მაშინ ორმაგი სტანდარტი გვაქვს, რა გამოდის აფხაზეთის საკითხში ასე მოქმედებთ და საქართველოს ეს სხვათა შორის ზოგიერთ ყოფილ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს და ბევრ ექსპერტს დაუსვი მე ეს კითხვა და ანუ იმ შემთხვევაში ეთანხმებოდნენ და ანუ ეს ამ ორმაგ სტანდარტს ინარჩუნებდა და მამაღლა ამას არავინ არ გამოთქვას ბატონო ირაკლია უნდა დასვა აი ესეთ ეთერებში და უნდა ვინ გამოვა ამაზე საოპონირებისთვის რა სიტყვიან რომ ჩვენ ყველანი არაკანონიერები ვიყავით ამ წელს განმავლობაში მათ ხომ აწყობდათ ეს ყველაფერი არა რომ ხელისუფლებას უნდა შეელიო პირდაპირ რა თქმა უნდა შესაბამისად ჩვენ მყავს აფხაზეთის ხელისუფლება რომელიც არის საჭურისი ხელისუფლება თავისთავად დაისახა ფსიქოლოგიურად ხო? ხო, სამართლებრივად უფლება აქვს, მაგრამ არ იყენებს ამას. საჭურისი ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად გულისხმობ და არა ფიზიოლოგიურად. ფიზიოლოგიურად ახლა რა ვიცი მაგათ ჩარვას რა ხდება, მაგრამ სამართლებრივად ხო. მაგაზე არავინ არ დაბდობს და აწმუნებული იყავით რა. ერთადერთი მინდა ვთქვა ხაზგასმით მეტ ნაკლებად ეფექტური იმ სისტემაში არის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს, აი რაღაცას. ეს დამოკიდებულია ყოველთვის მინისტრზე, რომელიც მოხდება მის შინაგან სურვილზე, რომ რაღაცა გააკეთოს, თორე დანარჩენი უდარი რა პრაქტიკულად რა არაფერს პოლიტიკურზე გადავედეთ ახლა ხო პოლიტიკურსაც შეეხება თუ ამოწურეთ ეს ვერ ამოწურათ მაგრამ რო მაინც ცოტა ყველაფერს შეეხოთ და ბინების დაკმაყოფილების თემას რაც შეეხება ეს არის რესურსი რომელიც გააჩნია აფხაზეთის ხელისუფლებამ და ამას არ იყენებს შესაბამისად ეს დარჩება ყოველთვის ასე რა თქმა უნდა თუ დატოვებენ დარჩება აბარა თავარია რომ დატოვო ახლა პოლიტიკურ უფლებებს რაც შეეხება აი დევნილების პოლიტიკური უფლება არის
ყავდეთ მათ მიერ არჩეული აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. მანამ სანამ არ დაბრუნდება ტერიტორიები. აი ხომ ამბობენ რომ ჩვენი არჩევა არ შეიძლება მანამ ჩვენ მოვუთ პირიქით რომ მანამ სანამ თქვენ მანამ სანამ არ დაბრუნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ გვაქვს უფლება ავირჩიოთ აქ ჩვენი უმაღლესი საბჭო. თუ უნდა არსებობდეს ფორმალურად და სანამ არსებობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და თავისი წარმომადგენლობა აქვს და როგორც ამბობენ ესე მიაწერენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა დევნილობაში. ხო? და ხო არ დევნილები აგერ. დიახ. ჩემ შესახებ თუ რამე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჯერ მე მკითხონ, მინდა ის კაცი იყოს ჩემი წარმოადგენელი თუ არა. თავისთავად იმაზე აპელირება რომ აფხაზები ვერ ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას ძალიან თითიდან გამოწვეულია. რატომ? იმიტომ რომ დღეს აფხაზეთში აფსუებს არა გალის ტერიტორიას არ ვეხები საერთოდ იქეთ კიდე სიღრმეში შევდივარ 15 თუ 20000 აფსუას აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქეობა. ახლა დავსვათ კითხვა. ამდენს აქვს? რა თქმა უნდა და დევნილის შემწეობას ღებულობენ. და ბინები აქვს მიღებული ქუთაისში მთელი კორპუსი. და ამას შევეშვალთ ერთი წუთით. არჩევნები ხომ არის? იქ რო ჩადიან იქ ანტიკართული პროპაგანდა. იქ თავისთავად. და მკურნალობენ კიდევ. ხო და არჩევნები ხომ არის ნებაყოფლობითი პროცესი. აქტი ნებაყოფლობ მინდა მივცემ ხმას მინდა არ მივცემ. თუ ნებაყოფლობითი აქტია, ჩვენ მივცეთ იმათაც საშუალება რომ გადმოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. რა ვერ თუ ბინის მიღება შეუძლია რა აქ ყულაბაში იმას ვერ ჩააგდებს რა ქვია გაშლებით იოლია რა უნდა მაგრამ ის ხო ის ტერიტორია ხო ოკუპირებულია ის ხო ამას ვერ გააკეთებს არა თუ მისი მოქალაქეობრივი ასე ვქო შეგნება მოუწოდებს და ის თავს შეზღუდულობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხმამისცეს იქ რა თქმა უნდა ხო ვერ გავხსნი რა ბინას როგორად ხო აქ ხომ შეუძლია რა პრობლემაა პარადოქსალური რა არანაირი აბსოლუტურად რა შესაბამისად დევნილთა პოლიტიკური უფლება არის შეზღუდული და არ არის რეალიზებული აი ეს რაც მინდა თქვა ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია იმ პროცესებთან რასაც ჩვენ ვეძახით აი დეოკუპაციის პროცესს გალის რაიონი ელემენტარულად რო ავიღოთ რაიონი რომელიც ომის ასე ვთქვათ დასრულების მერე მე არ ვეძახი ამ ომის დასრულებულს მაგრამ ფორმალურად დასრულების მერე ორჯერ გადაწვეს ხალხს ეკრძალება ფუნდამენტალურად თამაშს რა თქმა უნდა ხალხს ეკრძალება მარულად და ეს რომ მოაწყვეს გახსოვს და მაგას რომ მოყვა უბედურობა რა თქმა უნდა ეს კიდევ მივალთ იმ თემამდე ეს მარულები ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში ემსახურებოდა საზღვრის აქეთ დაფიქსირებას გამიგეთ აქ რა ხდება ეს ძალიან სპეციალურად ჩადებული იყო ეს ნაღმი რა თქმა უნდა ის რა ქვია ორჯერ გადაწვეს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე მეტყველება მიდის მთელი პროპაგანდა რომ თქვენ ქართველები არ ახართ თქვენ მეგრელები ხართ და ჩაეწერეთ მეგრელებად და მიდის ამ ადამიანების ასე თქვათ როგორ ვიცით გარდაქმნა ახალ ტიპებად თვითმფრინავდა ქართული ცნობიერებიდან და კულტურით თავისთავად რა თქმა უნდა და სამწუხაროდ არის ფაქტები რა ნუ არის ფაქტები და ეს ერთოს ყოველთვის იპოვია რა თქმა უნდა და ეს მე ხდება ასე თქვა გამორჩობა ხო ერთი მხრივ იქაური პროპაგანდა ამას იყენებს მეორე მხრივ აქ სპეციალურად ჩასაფრებული ტიპები ამას უზიან რომ აი ნახეთ აი ეს მოხალატეები გალელები ეს ისინი მეორე მხრივ ხდება უკიდურესი ჰეროიზაციაც ესეც არ არის კარგი იმიტომ რომ ადამიანს უჩდება რაღაც პრივილეგირებულების განსაკუთრებულების რომ მე იქ ცხოვრობ და იქ ვინარჩუნებ ქართველობას ვერ ინარჩუნებ შენ ქართველობას შენ ვერ ლაპარაკობი ქართულად შენ მუსიკასაც ვერ ჩართავ იქ ქართულს ხო მოვლენ და ბოდის მოგახდებინებენ ოფიციალურად გამიგეთ ანუ ჩვენ აქ რას ვაკეთებთ თავარი კითხვა სახელმწიფო რას აკეთებს იქ იმ ხალხის მხარდასაჭერად როგორ აძლიერებ შენ იქ ქართველობას ვერ აძლიერებ ვერ აკეთებ არაფერს რატომ იმიტომ რომ ჩართული ხარ სიგარეტის კონტრაბანდაში ჩართული ხარ უამრავ სიბინძურეში გამიგეთ არა ეს რა 1000 რაღაც აგერ ყველაზე დიდი ფაქტი
იქ აგიშენა, ესე იგი, ენგურთან იქეთ ამ მხარეს გიშენებს duty free-ს. და შენ ამაზე რეაქცია არ გაქვს. არცად განცხადებას არ აკეთებ. 2 წლის წინ დავიწყეთ ამაზე ყვირილი, რომ ხალხო, რა ხდება duty free? აფხაზებს რა შეჭირდება ჩემი duty free იქ? აუხსენეთ ეს უფრო გასაგებენაზე მოსახლეობას. ანუ საბაჟო კონტროლს აკეთებს და duty free ზონას გიკეთებს იქ. ვინ არის მებაჟე, ვინ არის ის რა ქვია? ვინ ინიშნება? რა ქვია? Пограничники მესაზღვრე კონტინგენტი. აფხაზია? არა, რუსია. რუსი გიფიქსირებს იქ საზღვარს. რუს რა შეჭირდება, რომ იქ რაღაც ბუფერულ ზონა თქონდეს ეს აფხაზები და ეს რა ქვია კიდე იმათან რაღაც უფრო მცოცავი. თავისთავად. მცოცავი საზღვარი. ანექსიას ამზადებს. ეს აქ არ ესმით არც პოზიციას, ასო ოპოზიციას, ყველას აქ ხურები დაცობილი, პოპულარულ თემებს ეძებენ. ყველაზე საინტერესო მომენტი რა არის? ის რომ აქეთ მოგიმზადა შენ ტერიტორია. აქეთ მოგიმზადა, ანუ იმან ხო გააკეთა და აქეთ ტირ პარკებს, ანუ ეს სატრაილერო პარკებს ვიღაცა აკეთებს. ვიღაცასთან ფული უნდა ამაზე რო იშოვოს. ანუ იმან ხო დააშავა და ის ხო აშავებს, მაგრამ შენ აქედან ეთანხმები და ეუბნები რომ მიდი შენ გააკეთე ეს და მე აქედან გაგიправებ ამას და მოდი მაყუთი გავჭრათ რა ამ თემაში. და ამასობაში პოლი. აი ეს ხელისუფლება ყავს. რო ვამბობ რომ ეს ხელისუფლება არის რუსეთუმე ხელისუფლება, არა, ვიღაც რატო არის რუსეთუმე? არ ესმით, არ უნდათ რომ გაიგონ. აი ესეა. რუსები არიან ხელისუფლებაში დღეს. ამაზე მეტი რა გიდათ ბატონო ირაკლი, კარგი რა ახლა რასაც ესენი ეს ბოდიშობანა და ეს ამანო დაიწყო გენიოსმა. ჯო რატო იხდეს ეს ბოდიშკა? უპირველეს ყოვლისა იხდეს იმაში, იმიტომ ბოდიშს შორს მე თორე თვითონაც არ იცეს. ეს არის აი სწორედ რუსეთთან ლაპარაკის ხაზი. რა ხდება ზუსტად აი მეკითხებიან ხშირად რომ აი შენ როგორ ხედავ რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ? ძვირფასო მეგობრებო, ტელემაყურებლებო, ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ ყოველთვის. როდესაც საუბარი მიდის ოკუპანტთან ლაპარაკზე, ნებისმიერი ოკუპანტი, არა, რუსია თუ მონღოლია თუ ვინ არის. ყველა ლაპარაკი ოკუპანტთან ემსახურება ერთ მიზანს. ოკუპაციის ლეგიტიმაციას. მეტის ამის დასრულებას. რა თქმა უნდა. ამის დასრულება, ან ერთია, ან მეორე. არ არის, არა. რატო არ არის გეტყვით? ოკუპაცია სრულდება მაშინ, როდესაც სუსტდება შენი მტერი და ახდენ ამ ტერიტორიის დეოკუპაციას, ან ძალით, ან მისნებით გარბის და იმიტომ. მორჩა. მერე თუ მიდის ლაპარაკი, უკვე შენი პოზიციების ლეგიტიმაციაზე მიდის ლაპარაკი. თუ გადახვედი კიდე იქეთ მხარეს და ან იზოლებულია რომ აღიაროს შენი ასე ვთქვათ უფლებები ამ ტერიტორიაზე. სხვა დანიშნულება ოკუპანტთან საუბარს არ გააჩნია. ოკუპანტი იმის ოკუპანტია რომ მოახდინა ოკუპაცია, მას უნდა ეს ტერიტორია, უშენოდ უნდა ეს ტერიტორია და მორჩა. და შენგან უკვე ვინც დაიწყებს ლაპარაკს, მოდი მტერს ლაპარაკობ. ეს არის მოღალატე. დიახ, მორჩა და გათავდა. აი ეს არის დასკვნა მეგობრებო. დანარჩენი თქვენთვის მომიდვია. ხო რა ვიცი ახლა თვითონ მან ახლა რაღაც მან ეტაპობრივად შეიძლება ეგანიხილონ რა და თუ უპირველესე მე რაც შევამჩნიე და ესე გაკეთებაც უდათ როგორც ცხინვალში ესე აფხაზეთში ეს კონფედერაციის მოდელია. ეგ არის სული მოშლა საქართველოს. კი, აბსოლუტური დაღწევა როგორც ასეთი, იმიტომ რომ ამას ჩვენ განუწყვეტ მასშტაბით რეფერენდუმი როგორც ასეთი ჩატარდა მანდ. დამოუკიდებლობის აქტი აფხაზეთში ჩატარდა რეფერენდუმი. ეს ფიქტიური იყო რეალურად, მაგას არანაირი ძალა არ ქონდა, ეხლა არის ჩაოლებადი ვის მეორე კლასის დონეა რა. ნებისმიერი აფხაზი რომელიც იტყვის, რომ ჩვენ რეფერენდუმი ჩავატარეთ, არა, მე სხვა რეფერენდუმზე გეუბნებით 91 საქართველოს დამოუკიდებლობის რო ჩატარდა რეფერენდუმი. არა, იმათაც ხო ჩაატარეს, რო იძახიან ჩვენ ჩავატარეთ და გამოყოფას მივედი ისა. ხო, არა, ეგ სასაცილოა რა, გამოგდებული იმის გარეშე იქ ჩატარდა მთელ ტერიტორიას და არც ერთ აფხაზს ფაქტიურად სერიოზულად არც ერთი სააპელაციო სამართლებრივი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამიტომ ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი რაც ჩვენ აქ აგვაქვს, იგივე ცხინვალში რაც არის დემონტაჟის მომენტი, იქ საბჭოთა კავშირის დემონტაჟი ცხინვალის სამხრეთ-ოსეთთან მიმართება, ეს არის ამოსავალი წერტილი და ნებისმიერი კონფედერაცია არის
საკუთარი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ ასე ვთქვათ, წასვლა, გალაშქრება და ისტორიის სამართლიანობის და ღმერთთან ასე ვთქვათ, დაპირისპირება. საერთოდ საქართველოს უნდა იყოს უნიტარული სახელმწიფო. არანაირი ავტონომია საქართველოს არ ჭირდება. ამაზე უნდა ჩატარდეს შესაბამისი აქტები, თუ უნდა თავისი გამოკვლევა, როგორც ასეთი კეთილიანებოდა დამოუკიდებლობის აქტიდან დაიწყო და შემდგომ უკვე აფხაზეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე, როგორც ასეთი და ამის შემდეგ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაუმთავრებელს ექნება. უნდა მოხდეს და აი ხვალინდელ დღეზე ძალიან მოკლედ თქვით, იმიტომ რომ ვაფრთხილებენ რომ დრო ამოგვეწოდა ბრძანეთ, აი ხვალინდელი დღე როგორ გესახება, ოღო ძალიან ხვალინდელი დღე მესახება საქართველოს გათავისუფლებით რუსული გავლენებისგან, ქართული ოცნების სრული დემონტაჟით, ევროპული ღირებულებებისკენ, თორე შეიძლება საერთოდ ვერც მოხვდეთ ევროკავშირში და შეიძლება არც იყოს ეს საჭირო, მაგრამ პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესების და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. რაც ჩვენთვის მთავარია, ის უნდა გავაკეთოთ, რაც არის საინტერესო ჩვენთვის. გვჭირდება ევროკავშირის შევიდეთ, ნატო გვჭირდება შევიდეთ, თქო ჩვენ რა სარგებელს მივიღებთ აქედან, ეს განსაზღვროთ. შემდეგ უკვე ყველაფერი მისაღები იქნება. აი ეს არის სამწუხაროდ აი თუ გახსოვთ ეს იშვიათად თლიანდება ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენში არის აი ეროვნულ თანხმობამდე მისვლა იშვიათად მისულვა 9 აპრილს მაგალითად დამოუკიდებლობის აქტის იყო რამოდენიმე გამონათებები ჩვენ თუმცა ახლა ამ ბოლო დროს და ერთ-ერთი ბოლო რომელი იყო გაგახსენეთ ევროპის ჩემპიონატზე რო გავიდა ჩვენი გუნდი და მთელი საქართველო რო გამოვიდა იმაში მოედანზე და რაღაც თუ გახსოვთ გალიდამტოლელი რო იყო კვეკვესკერი იყო თუ გადამწყვეტი პენალი რო გაიტანა ის გამოვიდა და თქვა რომ აფხაზეთი საქართველოა აი 90% არ მინდა ახლა პროცენტაზე ვერ მიხვდა რა თქვა ამ ადამიანს და რის საფუძველზე თქვა პოლიტიკოს სახელმწიფოს ინსტიტუტებს რომელსაც არ ესმის ამ აქტის მნიშვნელობა ან არ იცის მისი არსებობა და არც უნდა რომ გაიგოს იმ ქვეყანას ძალიან ბუნდოვანი მომავალი აქვს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს ამოვატივტივოთ ეს დავანახოთ ხალხს და ჭეშმარიტი ეროვნული თანხმობა იმ ფასეულობის გათვალისწინებით რაც თქვენა თქვით რაც აი ამ გადაცემაში და ნათელ ადამიანებში რაც არის ჩატებული მინდა ეს განხორციელება უსურო ჩვენ თავს თქვენს და ყველა ქართულს ღირსეულ კიდევ ერთხელ გილოცავთ ნათლის ღებას და იმედია რომ ხვალინდელი დღეს სიკეთეთ სინათლით და შინაგანი თავისუფლებით იქნება ახსილი და როგორც მერაბ კოსტა ვაბრძანებ და ჩვენ დამოუკიდებლობა შეიძლება იურიდიულად მოვიპოვოთ მაგრამ თავისუფლებას თუ დავკარგავთ იმასაც დავკარგავთ თუ არ გავაკეთოთ მეგობრებო ეს არის წითელი ხაზი რომელიც გადალახვის უფლება არავის არ აქვს ამიტომ ვიყოთ ამ ცნობიერებით და იმედია რომ ღმერთი შეგვეწევა. მადლობთ ყურადღებისათვის, მადლობთ მოდად და უღრმესი მადლობა. აუცილებლად განახდება ჩვენი შემდგომი ურთიერთობები. კარგად გრძანდებოდეთ.